რუსეთის ამბიციები რო შევადოთ, აი მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში და ახლა მნიშვნელოვნად განსხვავდება, იმიტომ რომ მე-19-მე-20 საუკუნეში თუ მისი ინტერესი ესეთი პირდაპირი ჩართულობა, სამხედრო თვალსაზრისით ჩართულობა იყო, ეხლა ხის ძალას არ იყენებს რუსეთი ბუნებრივი ამ რეგიონში, ცდილობს რომ რბილი ძალის გამოყენებით განავრცოს მისი ძალაუფლება. რბილ ძალაში გულისხმობ ამ პანსლავიზმის იდეის პოპულარიზაციას რუსეთის მხრიდან და ასევე რელიგიის თემის გამოყენებას. რუსეთი ამჟამად ცდილობს ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მაგალითად ნატოს ან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, ადგილობრივი პრორუსული ძალების წახალისებით და მხარდაჭერით გარკვეული გავლენა შეინარჩუნოს ამ ქვეყნებში. აი მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებობდა ისეთი ულტრამემარჯვენე ძალა, რომელიც შაშანდელი არჩევნების მერე ხელისუფლებაში დაბრუნდა, რომელიც ბლოკავდა მეზობელ საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების მედიაციის გზით მოგვარების პროცესს და რაღაც ისეთი ულტრანაციონალისტური მისწრაფებები ჰქონდა. რუსეთი ფარულად მხარს უჭერდა ამ ძალას, იმიტომ რომ ბუნებრივად მის ინტერესში არ შედიოდა ამ დავის გადაწყვეტა და მაკედონიის არც ევროპის კავშირში, არც ნატოში ინტეგრაცია. სერბეთის შემთხვევაში ალექსანდრ ვუჩიჩს და სერბეთის ამჟამინდელ მმართველ პარტიას, პროგრესულ პარტიას უწევს დახმარებას, ესე პირდაპირ დახმარებას არ უწევს, უბრალოდ რბილი ძალის გამოყენებით სხვადასხვა რაღაცა დეზინფორმაციის პროპაგანდის საშუალებით ცდილობს, რომ პროსამთავრობო ნარატივი გააძლიეროს.